კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს. ამ თბილი ფრაზით ამერიკის საელჩო საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს ესალმება. პოსტსთან ერთვის ფოტოსურათიც. სტივ დეინსი ძველი თბილისის ფონზე დგას, თუმცა ცენტრში არა. მთავარი ადგილი დედაქალაქის ხედს უჭირავს. ესეც თავისებური გზავნილია. გასაგები ხდება, საით იქნება მიმართული მისი ვიზიტის ფოკუსი. საელჩოს პოსტიდან ვგებულობთ, რომ სენატორი შეხვდება როგორც მთავრობას, ისე პოლიტიკურ პარტიებს. ამ შეხვედრებზე კი ტრამპის გზავნილები გაჟღერდება. ის ასევე გეგმავს, რომ გაჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის ამერიკა უპირველეს ყოვლისა, დღის წესრიგის ფილოსოფია. მაგრამ ამის შემდეგ სენატორის კვალი ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდებიდან ქრება. ქალბატონი დანიგანი ვიზიტის დაწყებას შეგვატყობინებს, კონკრეტულ მოლოდინებსაც გააჩენს. შედეგებს კი აღარ გვეტყვის. ყოველ შემთხვევაში ამ პლატფორმებზე. სენატორი შეხვედრებს გამართავს. ამერიკის პრეზიდენტის გზავნილებს გააჟღერებს. დღის ბოლოს საქართველოსაც დატოვებს. მაგრამ შთაბეჭდილებები ან კომენტარები კი არა, საელჩოს გვერდებზე გამოსამშვიდობებელი სიტყვებიც არ იქნება. ვიზიტის ფოტოები მხოლოდ X-ზე ქვეყნდება, საელჩო დუმს, ამიტომაც ინფორმაციას სენატორი თავად მოგვაწვდის. სტივ დეინსი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს X-ის საკუთარ გვერდზე დებს. ამერიკის საელჩო იძულებულია სენატორის პოსტი გადააზიაროს. დეინსის გზავნილი საკუთარ გვერდზე კი გადააქვს, მაგრამ მხოლოდ პლატფორმა X-ზე. თანაც ყოველგვარი კომენტარის ან სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაციის გარეშე. გადის კიდევ 3 საათი. სენატორი პეიჯზე სხვა შეხვედრების ამსახველ ფოტოებს არ დადებს. და ახლა საელჩო ხდება იძულებული სტივ დეინსის ოპოზიციასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები ატვირთოს. პრემიერთან შეხვედრაზე დაკავშირებით თუ საელჩოს სათქმელი არაფერი აქვს, სენატორის პოსტს კომენტარის გარეშე აზიარებს. ოპოზიციის ფოტოებს კომენტარს გულმოდგინედ ურთავს. ფოტოების ამბავი გავარკვიეთ. ახლა პოსტების შინაარსი ვნახოთ. ამერიკელი სენატორი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ დაწერს. სენატორი დეინსი დღეს მოხარულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობით, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საკითხი. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წასაწევად. გასაგებია, შეხვედრა საქმიანი, საუბარი მომავალზე ორიენტირებული და თემატურია. სენატორის ფოკუსში ხდება ეკონომიკა და უსაფრთხოება. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ გადაეტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მკაფიო და ქმედით გზამკვლებზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. საქართველოს რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას თავაზობს. არანაირი პოლიტიკური ბატალიები, გაყალბებული არჩევნები, ქუჩის აქციები, ოპოზიციური ფიგურების დაკავებები. ეს ვითომ თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტები დეინსის ყურადღების ცენტრში არ ხვდება. ირიბადაც კი. საელჩოსთვის ეს როგორც ჩანს იმდენად ცუდი ამბავია, რომ ფოტოებს კომენტარს თავადვე დაურთავენ. საუბრის თემას საელჩო დააკონკრეტებს. ისაუბრებს პოლიტიკაზე, ოპოზიციონერების დაკავებაზე. ისეთ სიტყვებს იყენებს, რომ ადვილად მიხვდე. პრობლემის სერიოზულობით შეწუხებულია. მაგრამ ვინ არის შეწუხებული? სენატორი თუ ოპოზიცია? ამ საკითხს საელჩო არ განმარტავს. ბუნდოვანება კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ამერიკელი სენატორი წუხს. სალომე ზურაბიშვილთან და პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ახლახან ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავება და საქართველოს პროდასავლურობის საჭიროება, კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის რეგიონში. ეს ვიზიტი მათთვის თავიდანვე სიურპრიზებით იქნება სავსე. სალომე ზურაბიშვილის გონორი ხომ გახსოვთ? მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ. ამ ლეგიტიმურმა თავიდანვე გვახარა. სენატორი მხოლოდ ოპოზიციას ესტუმრა და ეს ბევრ რამეს ნიშნავსო. პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინს, ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი,
რომელიც კავკასიაში არის ჩამოსული, იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე თბილისში, სადაც ჩვენ შეგხვდა ოპოზიციას მხოლოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უხარია, ჯერ კიდევ დილით დარწმუნებულია, რომ მის ლეგიტიმურობას არაფერი ემუქრება, რომ ერთადერთია, ვისაც დასავლეთში ანგარიშს უწევენ. მასთან აუდიენციას უკვე სენატორებიც ითხოვენ. ის რომ სენატორი პრემიერს შეხვდა და მხოლოდ მასთან შეხვედრა გააზიარა საკუთარ გვერდზე, მოგვიანებით გაიგებს. ასეა, საელჩო და ოპოზიცია დეინს თბილად მიესალმნენ, მაგრამ ცივად დაემშვიდობდნენ. უცნაური ქცევაა ვერაფერს იტყვი. ეს უცნაურობა უკვე სხვებთან ერთად საელჩოს წარმომადგენლებსაც აბნევს და დიდ გაუგებრობაში ხვევს. ამერიკის საელჩო არც ამერიკის პრეზიდენტს დასდებს პატივს. საელჩოს გვერდზე არც ტრამპის წერილი დაიდება. წერილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 მაისს მიიღებს. დონალდ ტრამპი საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. საელჩო მას დააიგნორებს. რადიო თავისუფლება დაამახინჯებს. ტექსტიდან პირველ წინადადებას ამოიღებს. მილოცვას შუიდან დაიწყებს. აი ფრაზა, რომელიც რადიო თავისუფლების ცენზორს არ მოეწონება. ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წლისთავია. ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ვინც არ უნდა ყოფილიყო ცენზორი. მას აშკარად არ მოსწონს ტრამპი, რომ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს მოიხსენიებს. აქცენტს რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე აკეთებს. ეროვნულ იდენტობას რომ ეხება. ამერიკის პრეზიდენტის წერილის დამალვა საელჩოს სივისთვის ახალი რეკორდია. უკვე მეოთხე დღე არ ფუარსებით, დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო, რომელიც პრეზიდენტს წარმოადგენს, უნდა წარმოადგენდეს პრეზიდენტის წერილს არდებს საკუთარ გვერდზე. რა არხებით მიიღეთ ტრამპის წერილი? ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გავლით თუ საელჩოს ავლით? საელჩოს გავლით. მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში. თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, ესე იგი პასუხი ექნებათ გასაცემი, რატო გამოყავართ, რა ისთვის გვაყვირებთ და რატო ვართ ჩვენ ქუჩაში და რატო ვებრძვით ხელისუფლებას, თუ ეს პროცესი უკვე დაალაგდა და აღიარეს ეს ხელისუფლება. ხო პასუხი ხო ექნებათ მათ დამკვეთებს. ტრამპი არ იბეჭდება, რუბიო ქვეყნდება. რუბიო მიმართავს ხალხს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დანიგანი აქაც ბუნდოვანებას ქმნის. ტრამპის წერილს არ აქვეყნებს, რითაც ოპოზიციას სპეკულაციების საშუალებას მისცემს. სხვა რა მიზნით შეიძლება საელჩოს უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის გზავნილების გამოქვეყნებაზე უბრალოდ გაუგებარია. რა მოხდა ეხა ისეთი არაფერი უბრალოდ დიდი სახელმწიფოს ლიდერმა, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები. მანამდე ინტერპრეტაცია რუბიოს სიტყვების ქართულ ხალხს აქაც რა არის შესაშინებელი და ვაიმე წინა დღეს კიდე ჟურნალისტის კითხვაზე ზოგად კონტექსტში თუ წინა დღეებში უბრალოდ რაღაც პასუხი გაცა და ამაზე პანიკა ერთი მხრივ მეორე მხრივ რაღაც ხა გადაჭარბებული რეაქციებია. ოპოზიცია როგორც მოსალოდნელი იყო ხმაურს იწყებს. ზოგი იტყვის რომ ტრამპის წერილი საერთოდ არ არსებობს. ზოგი ამტკიცებს რომ წერილი არსებობს, მაგრამ ის სხვამ დაწერა. ზოგი ირწმუნება რომ წერილი არსებობს. ის ტრამპმა დაწერა, მაგრამ შაბლონურ ხასიათს ატარებს. ეს უფრო ავტომატიზირებული მილოცვა არის, ამაზე რა თქმა უნდა ტრამპის ხელის მოწერა არ არის. ყველა ვხვდებით პროტოკოლური მორიგე წერილი იყო, რომელზეც საერთოდ ხელმოწერა არის თუ არა ტრამპის არც ეს ვიცით. ყველაზე არაადეკვატური ამ ხმაურში მაინც იურისტი ვახტანგ ხმალაძე გამოჩნდება. მას არ მოერიდება თქვას, თითქოს მთავარი რუბიოა და არა ტრამპი. პრეზიდენტ ტრამპის წერილი თქვენ თუ ნახავთ სხვა ქვეყნების რაღაც ასეთი მნიშვნელოვანი დღეებში თქვათ ამერიკის პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს ლამის copy-paste-ით და გადაღებულად მოგეჩვენება. ეს იყო სტანდარტული მილოცვის ფორმულა. რაც შეეხება რუბიოს გუშინდელ მილოცვას, იქ იმ მილოცვაში უკვე დევს შინაარსს. და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი.
ჯერჯერობით copy-paste-ით მხოლოდ ქართული ოპოზიცია სარგებლობს. Message box-ს ის პირდაპირ ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდებიდან იღებს. ვახტანგ ხმალაძემ სახელმწიფო მდივნის წერილი ნახა და ჩათვალა, რომ რუბიო უფრო მნიშვნელოვანია. დანარჩენებმა ნახეს, რომ საელჩოს გვერდზე ტრამპის წერილი არ დევს და ავტომატურად ჩათვალეს, რომ ეს წერილი არ არსებობს. არავინ არ დაიჯერებს ახლა, რომ ყავალაშვილს უუნცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდები თითქოს სუფლიორის როლშია. ასეთი რამ ჯერ არასოდეს მომხდარა. ყველაზე დიდი დიპლომატიური ანომალია სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. ტრამპის წერილი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვის სიმბოლო და ათვლის წერტილი რომ არ გახდეს, საელჩო ახალ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, როგორც ცდილობდა ამერიკის ელჩი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც დანიგანმა მას ვერც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ის გზავნილები გადასცა. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. და აქაც ამერიკის საელჩო ისევ ბუნდოვანებას ქმნის და ისევ სპეკულაციებს ახალისებს. ბუნდოვანებას იმიტომ, რომ ფაქტი 22 მაისს მოხდა. მის გასაჯაროებას კი ამერიკის საელჩო მხოლოდ 6 დღის შემდეგ ტრამპის წერილის გამოქვეყნების ფონზე გადაწყვეტს. და სპეკულაციებიც მაშინვე დაიწყება. ხმაურს ტრადიციულად ოპოზიცია იწყებს. თითქოს ბიძინა ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება არ სურს. ის სტრატეგიულ პარტნიორთან დიალოგს გაურბის. საელჩოს წერილობით განცხადებას ბიძინა ივანიშვილიც წერილობით უპასუხებს. საელჩოს შეახსენებს მძიმე ფონს, ფორმალურ და არაფორმალურ სანქციებს, რაც შანტაჟის განცდას უფრო ქმნის. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ამასთანავე შეახსენებს ელჩს იმ დეტალებს, რომელიც ამერიკის საელჩოს განცხადებაში რატომღაც გამოტოვეს. ბიძინა ივანიშვილმა ქალბატონ დანიგანს პრემიერ კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზა. მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას უკვე დანიგანი არ მიიღებს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ამ უარს მის პერსონალურ შანტაჟს დაუკავშირებს. ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად, ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. დიდი სკანდალი არ შედგა. სამაგიეროდ დარჩა დიდი შეკითხვები. მაინც რა მიზანს ემსახურება ამერიკის საელჩო? რატომ დგამს ის საეჭვო ნაბიჯებს და რატომ ქმნის მუდმივად ბუნდოვანებას? ვის წარმოადგენს დღეს დანიგანი? მარკო რუბიოს? თუმცა საელჩომ გაუგებრობაში ამერიკის სახელმწიფო მდივანიც უკვე გახვია. რამდენიმე დღის წინ საელჩოს გვერდებზე კონგრესმენი უილსონი გამოჩნდა. ქართული პოლიტიკის შავი კატა ყველა ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ ქართული ოცნების წარმატებას ჩაუსაფრთეს. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კონგრესმენი მარკო რუბიოს პროვოკაციულ შეკითხვას დაუსვამს. ქართულ ოცნებას ანტიამერიკულად მოიხსენიებს და დაინტერესდება მის დასასჯელად რა ზომებს გამოიყენებთ მითხარითო. რუბიო ეტყვის, რომ არ იცის, ჯერ ნახავს, საკითხს შეისწავლის და თუ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს რამე ან ვინმე დაემუქრება, პასუხსაც გასცემს. უილსონის შეკითხვაც და რუბიოს პასუხიც ითარგმნება და ამერიკის საელჩოს გვერდზე დაიდება. და აქაც საელჩოს სიტყვა პასუხს ისე დადებს, თითქოს სახელმწიფო მდივანი ქართული ოცნების პოლიტიკური ორიენტაციით უკმაყოფილოა. კონტექსტსაც დაამახინჯებს და ცოტა თარგმანსაც. ბუნდოვანებას შექმნის და ოპოზიციას სპეკულაციების საბაბს მისცემს. ხმაურიც დაიწყება. იტყვიან თითქოს რუბიო ქართულ ოცნებას დაემუქრა. თითქოს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკულ ძალად მიიჩნევს. ანტიამერიკული მთავრობა
ეს სიტყვები გამოიყენა მარკო რუბიომ, როდესაც საქართველოს შესახებ კონგრესში შეკითხვა დაუსვეს. რამხელა ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც შუქურაა მართლა ამ რეგიონის ყველა თვალსაზრისით, რომ ანტიამერიკული მთავრობა თქვენს პირველად ჩვენზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ღიად დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს ყავს ანტიამერიკული ხელისუფლება. ოპოზიციას შემდგომ თავად მოუწევს იმის აღიარება, რომ რუბიოს ასეთი რამე არ უთქვამს. ანუ როდესაც რუბიო ამბობს, რომ ეს არის ანტიამერიკული ზალა, აი აქ რა იგულისხმება? ხო, რუბიოს ეს არ უთქვამს, ჯერ დავიწყოთ აქედან. ხო, გასაგებია რა. რუბიოს არ უთქვამს, რომ ქართული ოცნება არის ანტიამერიკული ზალა, ძალიან გულით მინდოდა რომ ეთქვა, მაგრამ ეს არ უთქვამს. თუმცა საელჩო ამჯერადაც ბუნდოვანების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ისევ არაფერს იტყვის. თითქოს ყოველთვის ოპოზიციურ თამაშებში მონაწილეობს. ბუნდოვანებაც ამისთვის სჭირდება. მართალია სწრაფი პროგრესი და კარგი ამბები ოპოზიციას ჯერ არ აქვს, მაგრამ საელჩოს ტაქტიკაზე ეს ჯერ არ აისახება.